სამშენებლო და სარემონტო ნარჩენების ძველი ავეჯისა თუ სხვა ტიპის ნარჩენების გატანა დიდი პრობლემაა. სწორედ ამიტომ მოქალაქეები ხშირად არასაყოფაცხოვრებო ნარჩენებს სხვადასხვა ადგილას ათავსებენ. სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას ისახავს მიზნად თბილ სერვის ჯგუფის ახალი სერვისი. და პრობლემას ქმნის არასაყოფაცხოვრებო ნარჩენები და კონკრეტულად რას ითვალისწინებს მერიის ახალი მომსახურება. სტუმართან თბილ სერვისის ჯგუფის დირექტორთან გიორგი პაპავასთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემის სტუმრობისთვის. თავდაპირველად რომ ავხსნათ მაყურებლისთვის უფრო ზუსტად რას ითვალისწინებს სამშენებლო და სარემონტო ნარჩენების ძველი ავეჯისა თუ სხვა ტიპის ნარჩენების გატანა ნისეს ახალი წესი იმის გათვალისწინებით რომ ეს წლების განმავლობაში საკმაოდ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა და მთლიანობაში ამ ვითარებასთან მიმართებაში ძალიან ხშირად იყო ხოლმე მათ შორის თავად კერძო სექტორის პოზიციაც რომ ამ ნარჩენების ნაწილს ჩვენთან მივხედავთ ჩვენ გადავამუშავებთ და ამ შემდეგ ეხლა რა იცვლება და მე მივყვეთ თანმიმდევრულად რას ცვლის ის მოსახლეობისთვის. როგორც თქვენ ბრძანეთ, დიდი პრობლემაა ქალაქში ის, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენების განთავსების ურნების გარშემო, განათების ბოძების გარშემო, კორპუსების მიმდებარე ტერიტორიებზე ხშირად ანთავსებენ სამშენებლო ნარჩენს, სხვადასხვა ტომრებით, ასევე დაზიანებულ ავეჯს, ფურნიტურას, რომელიც უკვე მეორადია, მათ მესაკუთრეებს აღარ ჭირდებათ ის და ქალაქში როდესაც გამოდივართ, ყველანი ხედავთ, რომ ქალაქის ცენტრალურ უბნებში, ტროტუარებზე, ფეხით-სალონ ნაწილებში ხდება ესე უკანონო დაყრილი მეორადი ნივთები, ფურნიტურა, ავეჯი და ასე შემდეგ. ჩვენ შევქმნით ახალი პროგრამა, რომლის საფუძველზეც ონლაინ შეგეძლიათ როგორც ცხელი ხაზის საშუალებით ეს არის 271 90 50, ასევე TBS-G-G ჩვენი ვებგვერდი, გააკეთოს ნებისმიერმა მოსახლემ განცხადება და 72 საათის განმავლობაში ძალიან ნიაპ ფასად ეს არის 1 კუბზე 9 ლარად, 1-დან 3 კუბამდე 59, ხოლო 69, ხოლო 3-დან 5 კუბამდე 179 ლარად მომისახუროთ მათ და გავიტანოთ ის ნარჩენი, რომლის განთავსებას არც ურნებში შიგნით არ შეიძლება და არც მის გარშემო. გარდა იმისა, რომ კანონდარღვევაა და მასზე სანქცია აქვს მუნიციპალურ ინსპექციას დაკისრებული და 10 რაიონის მასშტაბით მიმდინარეობს პატრულირება, რომ გამავლინოთ გზასი ტიპის დარღვევები, ეს ნარჩენი აზიანებს თვითონ ნაგამზიდებას, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებული ტექნიკაა, საქართველოში არ იწარმოება და მისი სათადარიგო ნაწილების ჩამოტანაც და ვადებიც და ხარჯი საკმაოდ სოლიდურია. შეუძლებელია რომ არ დაგეთანხმოთ, რომ ძალიან ყველაფერში თავიდანობა ძალიან ცუდი სანახავია, როდესაც აი ამ ნაგვის ურნებთან არის საკმაოდ დიდი მოცულობის ტევადი რაღაც ნივთები, რომელთაც გადაყრათ კონკრეტულმა ოჯახმა თუ მოქალაქემ დაუშვათ არ უზრუნველყო საკუთარი ხარჯით, დაუშვათ ნაგავსაყრელამდე არ მიიტანა და შესაბამისად მე უკვე უწევთ ამ მიმართულებით თქვენს თანამშრომლებს მუშაობა, თუმცა რეალურად ამ პერიოდის განმავლობაში რაც ეს მომსახურება ამოქმედა, იყო თუ არა დაუშვათ მოქალაქეთა მხრიდან ზარები და ამ მიმართულებით როგორი სურათი გვაქვს, ანუ რამდენად არიან მოქალაქეები დაინტერესებული იმით, რომ ამ შემთხვევაში მერიამ გაუწიოს მათ ამ ნაწილში მომსახურება. თვითონ ღირებულება იმდენად დაბალია ამ პროგრამის მიზანი სწორედ ეს არის, რომ ქალაქი უფრო სუფთა და მოწესრიგებული შევინარჩუნოთ, რომ ძალიან პოპულარულია, ძალიან ბევრი შეკვეთები გვაქვს და ყოველდღიურად იმატებს იმ ხალხის რაოდენობა, რომელსაც უნდა რომ ცივილური ფორმით განათავსოს მისი მეორადი ფურნიტურა, ავეჯი თუ სამშენებლო ნარჩენი, რომ ესეც მივაწოდოთ მაყურებელს, ანუ რეკავთ, მე თქვენ მიდიხართ კონკრეტული მოქალაქის მისამართზე თუ ეს როგორ ხდება ამის პროცესი? მოგახსენეთ, ანუ ორი საშუალება არსებობს შეკვეთის გაკეთების, ერთი არის ინტერნეტის საშუალებით, ჩვენი ვებგვერდის მისამართის მეშვეობით გააკეთოს ძალიან მარტივი ინტერფეისის საშუალებით შეკვეთა, განაცხადოს თუ რა ტიპის ნარჩენი აქვს მას, რა მოცულობის არის, მივიდეს მას SMS-ი და ამის საფუძველზე გადაიხადოს გადახდიდან 72 საათში მის წითელ ხაზებში კორპუსის ტერიტორია იქნება თუ შიდა ეზო უნდა განათავსოს და ჩვენ თანამშრომლები გამოცხადდებიან შესაბამისი ტექნიკით, ეკიპირებით ამ ნარჩენს გაიტანენ. ასევე არის მეორე საშუალება, ვისაც არ აქვს ინტერნეტთან წვდომა ან სათანადო რომ გააკეთოს ონლაინ შეკვეთა ცხელი ხაზის საშუალებით, ტელეფონით უკავშირდება ჩვენ ოპერატორს, რომელიც ყველა იმ ფუნქციას, რომელიც უნდა შეასრულოს ვებგვერდზე შეკვეთის შემთხვევაში მოსახლემ, ჩვენი ოპერატორი შეასრულებს და გააკეთებს შეკვეთას. რა თქმა უნდა, ღირებულება, მომსახურების ვადა და ასე შემდეგ, ყველაფერი არის იდენტური, უბრალოდ ორი საშუალება, მათთვისაც ტელეფონით უნდა განახორციელოს და მათთვისაც ვებგვერდის საშუალებით შეუძლია თვითონ გააკეთოს უკვე შეკვეთა. თავად წლების განმავლობაში, როცა ნარჩენების ნაწილს ეხებოდა ხოლმე საქმე, კერძო სექტორიდან, მათ შორის ამ ეთერში ხედავ საუბრიათ, რომ ისინი იყვნენ დაინტერესებულები, რომ დაუშვათ ეს ნაწილი ნარჩენების მართვა და მე უკვე გადამუშავების ნაწილი საკუთარ თავზე აიღოთ. რით განსხვავდება დაუშვათ ეს თქვენი შეთავაზება, დაუშვათ და ხომ არ არის ერთგვარი კონკურენციაში შესვლა
სპეციალურ კომპანიებთან, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ და აი ამ ნაწილში რამდენად სწორი იყო ეს გადაწყვეტილება, ანუ ისინი ვერ ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას თუ თავშეთ მოქალაქეები სწორედ მაღალი საფასურის გამო არ ინტერესდებოდნენ კერძო კომპანიის მომსახურებით. ჩვენი მომსახურება გათვლილია არა ესე ვთქვათ გაბარიტულ დიდ სარემონტო მასალებზე ან დიდი ტიპის არასაყოფაცხოვრებო ნარჩენზე, ეს არის მცირე, რომელიც მანქანის გამოძახება კერძო ბიზნესიდან და შესაბამისი მუშა სპეციალისტების გამოძახება საკმაოდ სოლიდური თანხა ჯდება და როდესაც აქვს ერთი გატეხილი სკამი, მაგი და იქნება თუ ხელსაბანი, ამის გამო 400 და 500 ლარის გადახდა მოსახლე საკმაოდ უჭირს. შესაბამისად ეს არის IAP სერვისი, მას შეუძლია მხოლოდ 9 ლარის გადახდით განათავსოს შესაბამის ადგილზე ისე რომ არ დაარღვიოს კანონი და არ დააბინძუროს ქალაქიც. რაც შეეხება თვითონ ბაზარზე არსებულ კომპანიებს, ჩვენ კონკურენციაში მათთან არ შევდივართ, იმიტომ რომ ჩვენი მომსახურება არის მხოლოდ იმისთვის, რომ უკანონოდ არ დაიყაროს, ხო? თუ ვინმეს აქვს სურვილი, რომ მიიღოს ნარჩენი, გადაამუშავოს და შემდეგ მის გარამე პროდუქტი შექმნას, ეს ჩვენთან კავშირში არ არის და ჩვენ მათთან არ შევდივართ ამ მხრივ არანაირ კონკურენციაში. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს თბილსერვის ჯგუფის ხელმძღვანელი ბრძანდებით, თვითონ თბილსერვის ჯგუფი არის ჩემი გაგებით ის სტრუქტურა, რომელიც ამ ქალაქში განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს იმ მარტივ მიზეზის გამო, რომ თითოეული თქვენი თანამშრომლის კეთილსინდისიერებას და სწორ მუშაობაზე არის დამოკიდებული, შორის ეს ქალაქი იქნება თუ არა სუფთა თუ პირიქით და უშუალოდ იქნება დაბინძურებული, იმიტომ რომ ჩვენ მოქალაქეები ძალიან ამ ნაწილში მაინც და მაინც კეთილსინდისიერები არ ვართ. რეალურად რა შეიცვალა ამ წლების განმავლობაში თბილსერვის ჯგუფის მუშაობაში და საომოლო პერსპექტივაში რა გაქვთ, როგორ შეიძლება რომ ეს თქვენი მომსახურები ისე განავითაროთ, რომ რეალურად ამ ქალაქში კიდევ უფრო მეტად იყოს სისუფთავე დაცული? ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ეგ არის, რომ განხორციელდეს მარშრუტების ოპტიმიზაცია იმის დამიხედვით, ქალაქი როგორ რეჟიმში ცხოვრობს, რა დროებში გავიდეს, რა მარშრუტებზე განახორციელოს შემოვლა, რა ტიპის მანქანები ყავდეს და როგორ იყოს ყველაზე ცოტა დრო იმისთვის, რომ ერთი სვლაგეზი განახორციელოს ნაგავზით. შესაბამისად, როდესაც საცობში არ მიიღებს მონაწილეობას ნაგავზითი და ისეთ პერიოდებში უჭერს მას გამოგდით აი ეს ნაწილი, იმიტომ რომ ხშირად იყო საცობებში და უშუალოდ თბილსერვის ჯგუფის მანქანებს როდესაც ხედავდით ხოლმე და ეხაც ბოლო პერიოდში რამდენჯერმე შევნიშნე. რა თქმა უნდა, ეს ცოცხალი პროცესია, როგორც კი რომელიმე კონკრეტულ ქუჩაზე რაიმე ტრაფიკის მხრივ მონაცემები იცვლება, რა თქმა უნდა, ჩვენს ადაპტირდებით მის შესაბამისად და ვცვლით თვითონ მარშრუტების სიგრძეს, მანქანების რაოდენობას, ხშირ შემთხვევებში, სადაც რეაბილიტირება ხდება სრული ქუჩის, ესეთ შემთხვევაში გაცილებით უფრო კარგი არის უკვე მართვა, იმიტომ რომ ძირითადად კეთდება ასეთ უბნებში, სადაც რეაბილიტაცია ხორციელდება, მიწისქვეშა ურნები, შესაბამისად მისი მოცულობა საკმაოდ დიდია, დღის განმავლობაში რამოდენიმეჯერ არ უწევს მას დაცლა. შესაძლებელია მხოლოდ ღამის საათებში, როდესაც ქალაქს ძინავს, მაშინ მივიდეს ნაგავმზიდი და კაცალოს სრული ნარჩენის წაღება პოლიგონს. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს აუცილებლად მინდა ვიკითხო თბილსერვის ჯგუფის თანამშრომელთა ანაზღაურებისა და მათი დასაქმების მიმართულებით როგორი სურათი გვაქვს ახლა და ამ მიმართულებით რაიმე სიახლეები ხომ არ იგეგმება? ჩვენ გვაქვს შემუშავებული. რამდენად იღებენ ეს ადამიანები კონკურენტულ ანაზღაურებას იმისთვის, რომ ყველაფერი ის სამუშაო გაწიან, რომელსაც ისინი წევენ ყოველდღიურად? ჩვენ გვაქვს შემუშავებული გეგმა პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც ვახორციელებთ ხელფასების ზრდას იმ რგოლზე, რომელსაც ტექნიკური მუშარგოლი ეწოდება. შესაბამისად, წელსაც განვახორციელებთ რამოდენიმე ტიპის ხელფასების ზრდა და ვაკანსიების რაოდენობის შემცირება. რა თქმა უნდა, ბაზარზე მაინც არის თანამშრომელთა სიმცირე, იმიტომ რომ დასუფთავების სამსახურისთვის შესაბამისი კადრების მოძიება არ არის მარტივი საქმე, მით უმეტეს იმდენ შრომას და ენერგიას მოითხოვს, რომ ძირითადად ახალგაზრდებზე არის დიდი მოთხოვნა, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ის თანამშრომლობის მინიმალური რაოდენობა, რომელიც საქმეს სჭირდება, ყოველთვის ყავს მობილიზებული. ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. გიორგი პაპავა იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.